შეგიმჩნევიათ, რომ ემოციები თქვენს სხეულში ტკივილს იწვევს. ეს ნეიროფსიქოლოგიური რეალობაა. ემოციური მდგომარეობა პირდაპირ აისახება სხეულს. როდესაც ჩვენ შფოთავთ, კუჭში კვანძის მაგვარი დაჭიმულობა იგრძნობა. გეწყინებათ ბუნკეტში რაღაც გჩხრეთთ და სუნთქვაც გიჭირთ. გეშინიათ, კუნთები გეძაბებათ, ზურგი და კისერი იბლოკება. ბრაზობთ, კანი გემაგრებათ, სხეული გიცხელდებათ. როდესაც დაღლილი ხართ ფსიქიკურად, სხეულიც გრძნობს გადაღლას. რატომ ხდება ასე? ჩვენი ნერვული სისტემა, განსაკუთრებით ვეგეტატიური ნერვული სისტემა ამას აკონტროლებს. როგორც ემოციურ, ისე ფიზიოლოგიურ რეაქციას. ეს სისტემა არის ხიდი ტვინსა და სხეულს შორის. სტრესი და დატვირთვა იწვევს კორტიზოლისა და ადრენალინის მომატებას, გულისცემის აჩქარებას, კუნთების ტონუსის მომატებას, საჭმლის მონელების შეფერხებას, ძილის დარღვევას. დროთა განმავლობაში ამან შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკური თავის ტკივილი, კისრის და ზურგის დაჭიმულობა, კუჭნაწლავის პრობლემები, ჰორმონალური დისბალანსი, პანიკური შეტევები ან ფსიქოსომატური ტკივილი.